დღეიდან 16 ივნისიდან მართლმადიდებელ ეკლესიაში პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო. საეკლესიო გადმოცემით იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ. პეტრე-პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადი არის. მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა შორის განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრესა და პავლეს მიაგებს, რის გამოც მათ მეთაურებად მოიხსენიებს. ისინი იმპერატორ ნერონის დროს 67 წელს ერთდროულად აღესრულნენ. პეტრე თავდაყირა გააკრეს ჯვარზე, პავლეს კი თავი მოჰკვეთეს. მარხვა ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზით ხსნილია. დაიწყო პეტრე-პავლობის მარხვა, მე ყველას გილოცავთ მარხვის დაწყებას. ვფიქრობ, რომ მართლაც მოსალოცია, იმიტომ რომ ყოველი დღე და ყოველი წუთას და აი პერიოდს რო გვაძლევს უფალი მარხვისას და თუ ჩვენ ვიცით რა არის მარხვა, რო არის სულის განწმენდა, მაშინ ერთგვარი სიხარული უნდა ახლდეს მარხვას, რა თქმა უნდა, სინანულთან ერთად, იმიტომ რომ მარხვა ეს არის განცდა საკუთარი ცოდვებისა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ასე რომ დღევანდელი დღიდან დაიწყო პეტრე-პავლობის მარხვა, იცით რომ ეს მარხვა არის მოძრავი, მისი დაწყება დღესასწაული და მხსნილი, ეს არის 12 ივლისი, მოციქულთა ხსენება, პეტრე-პავლე მოციქულთა ხსენება და ეს მარხვა მაინც დიდი სიმძიმით არ გამოირჩევა და არის ოთხშაბათი პარასკევის გარდა თევზით ხსნილი. ყველას გისურვებთ, რომ პეტრე-პავლობის მარხვაში შეგვეძინოს რწმენა, უფლისა და სიყვარული ღვთისა. ამინ.